სურაღაც ხდება პატარა ქალაქში ხან დღისით ხან ღამით ხან მზეში და ხან კარში მალე ხომ იცი რომ მიდის და აღარ იცის დრო ახელ თვალებს სინანულს დრო მე გვია ხდები რომ ის იყო ვინც გიყვარს ის იყო ვინც გახსოვს ის იყო დედა გარეთ იყავი? ხო დედა ცხელი თონის პური ამოგიტანა გამისკდა გული რა არ ვიფიქრე რატო საწავიდოდი მე რა ვიცი ცუდად იყავი გუშინ და არ მეგონა დღეს დილას უწამოხდებოდი და გავარდებოდი ცუდად ვიყავი? რატო ვიყავი ცუდად? შენ არის კი თავბრუნე ხო და თავი მდგივაო კაი არ ვიცი თუ? რა თუ ნიკა მოვიტყუე? არ ვიცი იქნებ როარ გაგაფრთხილე და ისე ამოვიყვანე სტუმარი როდის იყო შვილო სტუმრის დანახვაზე? ცუდად ყოფნას ვიმიზეზებდი ხო თან შენ თანთან ესე გიყვარს? გაანებე ხა მაგას თავი კვერცხს შეგიწვა ცოტა ხანში რა კვერცხი ჩაიცვი მიდი რა წავედი თქვა გვიანდება ნიკა რაღაცას გეტყვი და არ გეწყინოს კარგი? კარგი ოღონდ მასაჟს არ შეწყვეტ შევწყვეტ დედა და გონია მორჩი? ხო ნიკა კარგადო არ ჩავიტარე უკვე ერთი კურსი მე ვერ მეკითხა რა კურსი დამთავრდა შვილო 15 კურსი მასაჟის აბსოლუტურად სავსებით საკმარისია მე უკვე კარგადო არ კარგად ხარ იმიტომ რომ მასაჟს იკეთებ შეწყვეტ მასაჟს და მე აქტივდება ისე უყეხი ნიკა ხა მთელი ცხოვრება მასაჟზე ხო არ ვიბლი და ისე ნუ იქცევი რომ გეგონება ახლოს არ ჩაგივლია მედიცინასთან ხო იცი რომ კუნთის აღდგენას დრო ჭირდება ვიცი ნიკა ვიცი და ამიტომაც ჩავიტარე ამდენი ცუდი პაციენტივით იქცევი კაიდე არ გაბრაზდე ხა გეხვეწი ვა, გამარჯობა. გამარჯობა. ცოტა სხვანაირად ჩათმუზრელობდი, იცი? ანუ? უფრო კონსპირაციულად. რატო? და მეკითხები რატო? ჯერ დამირეკე და მეკითხები რომ თაკო ხო არ არის სადმე მინდა რომ ჩუმად გელაპარაკო მე აქ მიბარებ და რა ვიცი შავი სათვალეს გაგეკეთებინა და სასაცილო კი, მაგრამ ხუმრობაში ვერ ეყვები. რატო რა ხდება? თაკოს ჭირს რაღაც. გაჭირს. ახალი არაფერი ისე ვის რაც ბოლო ხანივე ჭირს. ცოტა განერვიულებულია ხო? ხო და ცოტათი განერვიულებულია არ ქვია თაკოს მდგომარეობას. აბა რა ქვია? არ ვიცი, არ ვარ მე ნევროლოგი, მაგრამ პრობლემა არის სერიოზულია ხვდები. სამსახურიდან წამოვიდა, სახლიდან არ გადის. მთელი დღე გუნდში ის დაავადებებს ეწევს და მე ამტკიცებს, რომ ზუსტად იგივე სიმპტომები აქვს. რა მოხდა ახლა მობეზრდა ძველი სამსახური და უნდა რომ ახალი იპოვნოს, ამაში რა არის პრობლემა? მარტო სამსახურში არაა საქმე. აღარაფრის ხარისი აღარ აქვს. შენ და თავს იკავებს და ჩემთან უკვე ვეღარ. შენ რას გეუბნები? რაც გითხარი, რომ მალე მოკვდება. რო ცუდათა, როგორ არ უმტკიცე, მაგრამ არ ჯერა, რომ ჩამთელია. მე რატო არ შემომჩნევ? ხო და ეხა იცი და დაეხმარებთ ხო?
უბრალოდ დაარწმუნე, რომ ან ნევროლოგთან მივიდეს, ან ფსიქოლოგთან. თუ შენ ვერ იპოვი, მე მოვძებნე ვინმე კარგ სპეციალისტს. მთავარია დაარწმუნო, რომ დახმარება მის ტვინს სჭირდება და არა სხეულს. დაველაპარაკე. ოღონდ ძალიან ფრთხილად მეშინია, რომ უარესად არ ჩაიკეტოს. მართალი ხარ. ადლობა. ადლობა დიდი. კაი, ხა წავედი. If you want time, I would give you mine. And until morning light, I will stay by your side. დილა მშვიდობის. უი, როგორ ხარ? კარგად, მადლობა. შეხვედრა მაქვს და გავრბივარ. შენ მოკლედ სუსაქმეში ხარ. საერთოდ არ გავხარ შენ მეგობრებს. ჩემ მეგობრებს იცნობ? კი, ყველას არა, მაგრამ ერთ 35 ადამიანს ვიცნობ. Facebook-ზე შემოვედი და 35 საერთო მეგობარი. მართლა? კი, ზოგი კლაბერია, ზოგი ბოჰემას აწვება, აი შენ კიდე სულ საქმეში ხარ და საერთოდ არ ერთობი. რა იცი რომ არ ვერთობი? წელიწადში ორჯერ ხო ალბათ? რატო გონია? აი დღესაც დაბადების დღეზე მივდივარ მაგალითად. სანი ნადირაძესთან ხო არ იცნობ შემთხვევით? დრამერი როა ხო? იცნობ? აი ბარი რო აქვს თავისი მან. კი, კი. აი მაგასთან. დავდივარ ხოლმე ხშირად მაგასთან. მაგაზე უკეთესი ადგილებიც ვიცი. მაგრამ მაგასაც არ აუშავს. კარგი, გავიქეცი ახლა, თორე დამაგვიანდება. წარმატებულ დღეს გისურვებ. რა უყურე ხარ? ჩაი თუ გასწორდება. აი რა. მაშინ გამზე გადააცვი. მე გადავები ბიჭო. გავთავება იცი? კი, გააჩნია რისი? ამის. მაგისი არა. აბა რისი იცი? ავეჯის. თან მაგას გაუთავება არ სჭირდება. ოდნავ დაასვენე, გადაიცვი და ტანზე გასწორდება. ხოჩა, ჯიგარი ხარ, დასველება დამოვიწყდა. მოკლედ ძმებო, რაზე მოვედი ახლა? ხო, შენ საქმე გექნება, ისი არ მოხვიდ. კი, და ძალიან კარგი საქმე. მოკლედ, დღეს საღამოს ყველანი მივდივართ რესტორანში. აუ, რა პონჩია? ჩემი მეზობელი გვეპატიჟება. შენი მეზობელი ჩვენ? ხო. ნუ, ეგ გრძელი ამბავია. ჩემი მეზობელია, ვანო, რომლის შვილთანაც მეგობრობ. და მადლობის ნიშნად გვეპატიჟება რესტორანში. ჩვენა შუაში. შენ კიდე აინტერესებს რა, ეხა ბიჭი რა წრეში ტრიალებს რა. აი რა შუაშია ახლა ეგ. უბრალოდ მითხრა რომ წამოდიო და მე უთხარი მეგობრებს უნდა შევხვდეთ ხო? იმან მეგობრებიანა წამოდიო. ხო. აჰა. რომელსაც ეგ ამბავი? 7-ზე, ხო წამოხვალთ? აბა რა, სხვა საქმე გვაქვს. წავედით. მე ვერა. აი ხა რა. კასპერ. არა, მართლა საქმე მაქვს რა. აი, რა ვერა, კაცო, რატო? მართლა. შენ ძმობას ვიცავარ, ისეთი მნიშვნელოვანი არაფერი, მაგრამ უეჭველი წასასვლელი ვარ რა. მე არ გჭირდები? არა, არაფერში. არც მე? ჯიგარი ხა. არა, ხვალ 4 საათამდე მარიამთან ჩაწერილები არიან. ზეგ შემიძლია 10 საათზე და 6-ის ნახევარზე. კარგით 6-ის ნახევარზე ჩაგწერთ. მადლობა თქვენ. კარგად. ესე იგი დღეს სახე მოარიდეთ აუცილებლად წყალს და ეს დღეები ქუჩაში მზის დამცავის გარეშე არ გახვიდეთ. 50 დამცავი საკმარისია. ნუ ასეთ ამინჩი საკმარისია, მაგრამ ზაფხულში 100%-იანი აუცილებელი. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. კარგად. ნახვამდის. არ დაიხალე. იცი რა? ცოტა. მაგრამ ეს იყო კარგი პაციენტი.
იმიტომ რომ მილიონში კითხვას არ სვამდა და ტკივილის გამო არ მიჩლიდა ხელს პროცედურაში. ხო რა ხდება? ხვალ რა ხდება და ესე იგი 4 საათამდე სულ ჩაწერილები არიან. მე 9 საათი გასვენებთ. და 7 საათამდე სულ ლიფტინგები გაქვს. ერთადერთი თავისუფალი ადგილი დარჩა ზეგდილი 10 საათზე. ძალიან მიხარია. და იმაზე რა ხდება უთერაპიაზე? იქაც ეწერებიან, მაგრამ შენთან რო ხდება ეგეთი, არ ვიცი. ერთი კვირის გახსნილ კლინიკაში ამდენი ხალხი თუ მოვიდოდა შენს გამო, ვერ წარმომედგინა. ძალიან მიხარია. მეც. ცი რა რუსას დაურეკავ და ვეტყვი, იმიტომ რომ სახლში წევს და ნერვიულობს. მე ველაპარაკი უკვე და ისე გაუხარდა, სიცხეც დაავიწყდა, ვირუსიც და მორბოდა აღნიშნოთ. ვაი მე რა საყვარელია. ძალიან. ისე მართლა აღსანიშნი ამბავია და სადმე წავედით საღამოს კიდე. ეს ვერ ხვდები რომ ყოველ საღამოს სადღაც კვატიჟებ. შენ რობოტივით მიმეორებ დღეს. კი, მარიამ, დღეს. ცხოვრება არის დღეს და ხვალ რა იქნება კაცმა არ იცის. მე შე როგორი რაღაცები გწოდნია, ნუ ცრა ვერ მოვიფიქრე როგორ შეგეწინააღმდეგო. ხო და არ შემეწინააღმდეგო. ბოლო პაციენტს რო გავუშვებ, გადაისვი პომადა და წავედით. კაი. ვიცი რომ მაინც არ შემეშვა. ძალიან კარგი რომ მიხვდი და ისწავლე. ჩავხდათ რამს. არა, მოგწევთ ველოდები. კი ბატონო. არ მაქვს რა. გამდროს არ დამევარე? კი, მაგრამ არ მაქვს რა. ალე გექნება? არა, აღარ მექნება. შევეშვი რა. რას ქვია აღარ გექნება? მე გადავები? აი ესე აღარ მექნება, შენ მეშვი რა. გუშინ საღამოდან? ხო, გუშინ საღამოდან. ერთი ნაბიჯი მოკლა და სამუდამოზე მივდიოდი. და მე? რა მე გადავრჩი. უბრალოდ რადგან გადავრჩი, გადავწყვიტე რომ არაფერს აღარ შევეხები რა. მე რა ვქნა? არ ვიცი რა. ჩემგან რა გინდა? დარეკე სადმე ვინმე არ ყავს? არა, ვიდან. და გაიკითხე მე ხო შეიძლება რა, ფული ხო ის პრობლემა არა. ვიცი, მაგრამ ორ მაგს გადავეხტე. სულ რო 5 მაგი გადაიხადო, არ მაქვს, არც მექნება და არც არავის არ ვიცნობ რა. ბიჭებო, ხო ყველაფერი მოგწონთ? კი. თუ არა მითხარით, მაშინ მე შევაჯანჯღარებ მე პატრონეს. ჩემი ბავშვობის მაგაც. აი, შენ ხო მაინც იცი რომ სადაც მივდივარ ყველგან ქაბაბს ჭამ რა. მაგრამ ესეთი მაგარი ქაბაბი ჯერ მართლა არცად არ მიჭამია. გასჯე? ჯერ არა, მაგრამ სანგებრიელია. მოდი. ჩვენი შეკრების მიზეზს.